მოვედი. საჯანდობაში ეგდეო თუ მკითხავთ, სახლში ვგდივარ. არაფერს არ ვაკეთებ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მავალია, ეხლა მე არც ამაზე არ ვილაპარაკებ, კარგად ვართ. იდეალურად. აღარ მეტევა სათვალეები, ყველაფერი მეყრია უწესოთ. იმდენად ცოტა სათავსო მაქვს, რომ ყველაფერი ვარი აქა-იქა ადგილებში. როგორ ხართ თქვენ? ანუ ჩვენ გასეირნება იყო ახლა 1 საათი მოვიარე მაღაზიები. თან სახლიდან ვმუშაობ და ცოტა ისეთი მძიმე დღეები მაქვს, დატვირთული უფრო სწორად. ხო და ესე ავიღე 150 ლარი, მეც არ დავხარჯავ თქო. რას არ დახარჯავ და დაჟერასაც ვფიქრობდი, რომ აქ კარგი ხორცი პროდუქტების მაღაზია გვაქვს და ძალიან გემრიელი ხორციანი ბლინებია და ის რომ მე ფარში ვშუშო და კიდე ბლინჩიკები ვაცხო, ცოტა დროის პრობლემაა. და ვიფიქრე, რომ წამოვიღებ თქო და ვერ ჩავეტიე. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მზასაჭმელი რო იყიდო და იმ წუთას მოიგვა, რომ ის კვების პრობლემა მე მგონი უფრო იაფიჭდება. თან სულ სახლში ვაკეთებ. არასდროს არც ვიძახებთ, ვცდილობ, არც ზედმეც არაფერს შევხარჯავ, მაგრამ ახლა 150 ლარად ვიყიდა ის თევზის გარდა რაც მინდოდა, იმიტომ რომ არ იყო ის თევზი რაც მე მომწონს და 32 ლარი დავამატე კაკაკუკებში. მოკლედ, ნახავთ რა ვიყიდეს ამბავს მოყვებით. ძალიან დიდხანს ვიფიქრე, მე თქვა თუ არა, მაგრამ რახან გადავწყვიტე, რომ არაფერი არ დავიტოვო ხოლმე გულში, რაც მეწყინება და ყველას ადეკვატური პასუხი გავცე ხოლმე, მოდი ვთქვათ. ნუ მოკლედ, რომელიღაც წინა ვიდეოზე ის კომენტარი ხაც არის ძალიან ბევრი მოწონებით და სხვათა შორის ამ ადამიანს ცუდად არ დაუწერია. ალბათ. მაგრამ ცუდად იკითხება და ცუდად ისმინება ჩემთვის. ჩვენმა გამომწერმა ზელმამ წამოწია ეგ თემა, მე გავაფიშირე დახმარებაზე და იყო ასეთი კომენტარი. არ გამოვიტან, იმიტომ რომ არ ეწყინოს უფრო მეტად, მაგრამ მე უკვე მეწყინა და დიდხანს ვფიქრობდი და დიდხანს მიტრიალებდა თავში. აზრი ესეთია, რომ მე ვიცოდიო, რომ შენ არ მოითხოვდიო და უარს იტყვოდიო. ჯერც ერთ ხალხო ნურავიზე ნუდადებთ თავს, საკუთარ თავზეც ნუდადებთ თავს. მე არ ვიცნობ საკუთარ თავს, ხვალ რას გავაკეთებ, მაგაზე არ მაქვს პასუხი, როგორ მოვიქცევი. და თქვენ რა იცით, მე როგორი ვარ, რითი ვცხოვრობ, რას ვაკეთებ. ანუ თქვენ მე არ მეცნობთ. და გრძელდებოდა ასე, რომ გგონიათო, რომ ჩვენ დალაგებული გვაქვსო. ფულს გულისხმობდა ალბათ. მე არაფერი არ მგონია. ერთადერთი ჩემი კარგი თვისება რაც არის, არასდროს არაფერი არ მგონია. ყველაზე კარგი თვისება. პირიქით უფრო ვარდისფერი სათვალით ვუყურებ ხოლმე და ცუდიც კი კარგად მეჩვენება, დებილი ვარ ცოტა. ჩემი კარგი თვისება ის არის, რომ არავისი არასდროს არაფერი არ მაინტერესებს. ვის დალაგებული გაქვთ, ვის ჩალაგებული, ვის მუთაქებში გამოკრული, ეს ერთი. მეორე ვფიქრობ, რომ ცოტა რო გეფიქრა არ მაწყენინებდი და გეწერა თუ არა ეს, იმიტომ რომ ჩალაგებული აქვთ თუ არა აქვთ, ფაქტია, რომ ეს ამბავი ხდება. ვინც ითხოვს, იმას ეძლევა. ურიცხავენ, ეხმარებიან და აბსურდულ თემებსაც უფინანსებენ. და მე რო გამიჭერდეს, ანუ რა გამოდის, მართლა რო გამიჭერდეს, ისე რომ მართლა მეტი გზა არ მქონდეს, ანუ არ უნდა ვითხოვო. მე არ ვიცი ხვალ რა ხდება, იქნებ ძალიან დამჭერდეს თქვენი გვერდში დგომა.
ხო, ეტაპზე ჩალაგებული გაქვთ თუ ამოლაგებული გაქვთ თუ მუთაქებში გაქვთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ყველას ჩვენი ნაშრომი გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამისთვის ვცხოვრობთ. ხან 2 დღეს წინ ვფიქრობდი, რომ რა არის ჩემი ცხოვრება, თქო, დეჟე ცოტა წავუტირე, რომ გოგოები იყვნენ, ერთმა თქვა თეატრში მივდივარ, მეორემ თქვა შარვალი ვიყიდე, ერთმა თქვა სადღაც მივფრინავ და მე 24/7-ზე ვმუშაობ. აქაც ვმუშაობ, ეს ფულიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩემ საქმეებსაც ვაკეთებ, სხვა საქმეებსაც ვაკეთებ, ანუ ბევრს ვმუშაობ და არასდროს არ ვიმეტებ ჩემთვის არც ერთ თანხას. ხო და გადავწყვეტე, რომ ეხლა ძალიან დავბერდი, უცებ, ნახეთ, შუბლი როგორ დამეხაზა. და ველოდებ ხელფასებს და გავიკეთებ შუბლს. დავიწყებ ვარჯიშს და მოკლედ შევცვლი ჩემს ცხოვრებას რაღაცნაირად, ისე რომ ცოტა გავაფერადო და ცოტა გავთავდა მეხსიერება. მოკლედ ხო, ძალიან მეწყინა მე ეს თქვენგან რა და აუღნიშნე უბრალოდ მე არ ვემსახურებ. ოდნავ მაინც თუ წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, ფული გიჭირავს თუ ჩალაგებული გაქვთ თუ ბევრი გაქვთ თუ ცოტა გაქვთ, ეგ ჩემი საქმე არ არის. ნახოთ ახლა რა ვიყიდეთ. ცოტა სულგუნი, ცოტა იმერი ვიყავი. ეს ძალიან მომწონს. თხელი ლავაში 5 ცალი. კიტრი. მიხაკი, ჩვეულებრივ შავ ჩაის ვაყენებ მიხაკით, დარჩინის ჭხირით და რა ქვია? ილი არა და მეცეთ გეჩვენებთ, აღარ მახსოვს. ვის გახსოვთ? მოკლედ, ამას ვხმარობ ჩაიში. და ჩემთვის ძალიან გემრიელია. კაკალი. ლობიო. მომენატრა. ცოტაოდენი ნუში. მიწის. ქათმის ფარში. ოთხი ცალი ბარტალი ქათმი. ცოტაოდენი პატარა პომიდორები. მანდარინი და მწვანილები. ეს ჩემი ნიკოლოზის საყვარელი მასინია. კომპოსტო. ბრუსკეტი მორეტი. რაღაცა საწამლავი. კიდევ რაღაცა. კიდევ რაღაცა. ეს ჩემი საყვარელი კამფეტია და იმდენ ყველა ფორმა ყველას სათითაოდ გვაყოს. ამ შოკოლადზე არის მითქმა, რომ კინდერის შოკოლადის ჯობია და ნახოთ. შემცველობაც არ წამიკითხავს. ყველას რომ გვაყოს. ჩემი აშენი არ არის ჩვენ ოჯახში. ანუ, როცა ვყიდულობ იმ რაოდენობის რამდენიც ვართ.
საწამლავი. რატო წამოვხიკე ხამდანი რამ? უჭერს ღამე ჩაძინება, გადაეწყო რაღაც ისედაც ღამის ადამიანია და ეხა საერთოდ. და მთელი ღამე უნდა რომ რაღაც ჭამოს და ამიტომ გამოზოგვის მეთოდით ანუ ხან რას შევაწვდე თვითონ იყურება ხოლმე ახლა. ბანანი. ოლივიე არ მიჭამია წელს ახალ წელს გემრიელად და ჩემთან მე ის თაობა ვარ ოლივიე და ახალი წელი ერთად რომ არის და გავაკეთოთ. კარგი. მიწის თხელი და თხილეული ჩემს სახლში, სახში. ჩემს სახლში არასდროს არ არის ზედმეტი. ძროხა მინდა. არაჟანს ყვედულობ ხოლმე და მე ძალით ვჭამ. არ ვიცი რა ყვედულობ. კივი რომელიც ძალიან სასარგებლოა. ძალიან. და მე მიყვარს. კანიანას ვჭამ. ეს ლაიბი 79 ღერდა და იმედია გადასაყრელი არ გამიხდება. მიყვარს ეს ბრინჯი და ფასეთნებაში იყო. და ჩია. გეხოცებთ არაფერი არ მომიტანე, ახლა ამას რო შევალაგებ. არაფერი არ მექნება. აი ხორცი მაქვს ვალობ, უკვე აქ არის ბოსტნეული მაქვს. 1-4 დღე არაფერი არ დამჭირდება. მე წავედი აქ და გემშვიდობებით. გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში. იცით როგორ ცხოვრებას, რომ არასდროს არაფერს არ შეეწუხებინათ. ძალიან მნიშვნელოვანია იქ, როცა ადამიანი რაღაცას დარდობს. ის ძალიან გზადაგზა ბევრ შეცდომას უშვებს. ბევრად უხეშია. ბევრად აუტანელია. ისწავლოთ ფეხებზე დაკიდება. და მაგარი რამეა ძალიან. დაგეხმარებათ ბევრ რამეში. ეგეც ერთ-ერთი კარგი თვისება აღონდო მნიშვნელოვანი არა. ჯანი გქონოდეთ, რომ ჩაგეკუჭოთ და გეშოვოთ. ნუ გეშინიათ, მე არ მოვითხოვ. მადლობას გეტყვით სათითაოდ ყველას ყველაფრისთვის, იმ სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ბედნიერებისთვის, გაზიარებისთვის. თქვენ კომენტარებს როცა ცოტ ხასიათზე ვარ ჩავიჯდები ხოლმე და ვკითხულობ ზოგს 2-ჯერ და 3-ჯერ. ამიტომ ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს. შეუგნებლად თუ შეგნებით, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებლად. რა ვიცი. თქვენ თუ ვინმეს გაგიჭერდათ, მე აი ამ მდგომარეობაშიც მართლა ვაღონთ. შემიძლია რომ გვერდში დაგითხრით. ეს ფულით იქნება, რაც მექნება. ადამიანურად იქნება, თუ გვერდში დგომით იქნება და რაც ადამიანს უჭერს, ვფიქრობ, რომ მაშინ ჭირდება გვერდში მდგომი ადამიანები. მე როცა კარგად ვარ და პრობლემა არ მაქვს, დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავით მართობს. იმდენად ჰარმონიაში მოვდივარ. როცა სადღაც რაიმე პრობლემა მაქვს, თუნდაც ერთი სიტყვა, რომ ეს მე აქ ვარ და შენ არ შეგეშინდეს, ეგეც ძალიან ღირებულია და ძალიან მნიშვნელოვანია. ფულით არის ზომება, ყველაფერი ფულით არის ჭრება ადამიანობა და ამ ცხოვრებაში ფულით დამხმარე საშუალებაა და რა თქმა უნდა რაღაცებს ვერ გავაკეთებთ ფულის გარეშე, მაგრამ უფულოდაც ხდება ადამიანური გვერდში დგომები, თანადგომები და უფრო მნიშვნელოვანი. მიყვარხართ, წავედით. თუ გაწყენინეთ, სახელს არ ვამბობ, მიხვდება ხშირად გვიყურებს. მეც მეწყინა, რომ იცოდეთ. იმდენი მოგცეთ ღმერთმა კომენტარის დამწარს, იმდენი, რომ ყველგან ჩაკუჭული გქონდეთ და შენახული გქონდეთ. დროებით გემშვიდობებით.